მოგესალმებათ მეგობრებო. როგორ ახართ, როგორ კარგად უნდა იყოთ, ხნეთ. ძოლის უნარიანად და ჯიგრურად, კაცურად. მეგობრებო, უკვე გავიდა ერთი კვირა, მე გახსოვთ ალბათ წინა ვიდეოებში თქვი რომ მე შევეცდები რომ ერთ კვირაში 8 დღეში ერთხელ გამოვიდე ისეთ სიტუაციაში, სადაც იმაჩნია რომ საშიშროებაა და მე ჩემი აზრი მინდა გამოვთქო. არ მინდა ასეთ თემებზე გამოვიდე ხოლმე, თემები რასაც ქვია დაღუპვა და გადაშენება და ცუდზე ნამდვილად არ მინდა ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ცხოვრებას რა აზრი ექნება თუ არ მივაქციეთ ყურადღება და ის ცუდი კარგად არ გადავიყვანოთ და შედეგზე არ გავიდეთ. მე ისე და ისე მყადაღებულ ამ არაბულ ინვესტიციაზე მინდა ვისაუბრო. ჩემი ახლობლი მეუნებიან რომ შენ ხო შენი თქვიო, შენი აზრიო და კიდო რატო აგრძელებო ამაზე და მე კიდო გავაგრძელებ და ყოველთვის დავაფიქსირებ, იმიტომ რომ მე დღემდე მიმაჩნია რომ ამის განხორციელება არაბული ინვესტიციით, ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციით განხორციელება არ შეიძლება. ამხელია და მე ზებიცავ თქვი და რა გავაკეთოთ ესეც ავთქვი წინა ვიდეოებში, ჩემს წინა ერთი კვირის წინამარში, მაგრამ ეხლა მინდა ჩავთე, რატო ვიცით, აი სამწუხაროდ ეთქობა საზოგადოება მაინც არ არის ამისთვის მზად, ან არ უნდათ, ან განათლება არ გქონიათ, ან ბრმები არიან, ან მიზნები აქვს, ან ძალიან ბევრი ვერსიებია, მაგრამ მე ეხლა კიდევ ვაფიქსირებ, ჩემ რომ ეს არ უნდა განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში ეხლა თუ მე რაც უნდა ვილაპარაკო და თუ განხორციელდა მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, ეს არ გახერხ, ეს არ მოხდეს. და მოდი აი ახლა კიდევ ჩამოყალიბდები რატო. უბრალოდ როგორ ვიტყვი, ეხლა ამ ჩვენ ლაპარაკში ყველა იმას დაუპირისპირდები, ყველა აზრზე ასუხება. და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ რა არის პლუსი და რა მინუსი და არ ვიცი, ეთქობა სიბრმავეა თუ არ ვიცი, ხა უბრუნდები ისევ ამ თემას. მა უნდა იყო რომ ვერ დაინახო რა. აი ხა ხო ხედავ რომ არის გზა, ხო აი ეგ გზაზე მივდივარ. ასფალტირებული გზა არის, ხო? მივდივარ მანქანით და როზგარ არა გემში ვზივარ და ზღვაზე მივდივარ ოკეანეს სერა. მენა მეტყვის რომ ეს არის გზა. არა, მაგრამ არიან ტიპები, რომლებიც იძახიან რომ არა, ეს არის ზღვა არის და შენ გემზეზე ხარ და აი ესეთი რაღაც, აი მე ასე ვხედავ და რა ვიცი და მე ახლა ვადებული ვარ და აი ასე მიმაჩნია რომ ალბათ არ ვიცი, აი როგორ უნდა მოვისურვო, სადღაც ნუ თეთრზე ამბობენ შავია, შავზე ამბობენ თეთრია და ასე შემდეგ. ნუ კაი, ჯანდაბას და მოდი ახლა ჩვენ კიდევ შევეცდები რომ ახსნა, იმიტომ რომ 10 აი თუ არის საკითხები, 10 საკითხიდან ეს ინვესტიცია ერთია მარტო პლუსი. ერთ ნახევარ ორი, დანარჩენი 8 არის მინუსი. ხო, არ შეიძლება. და მოდი აი ამაზე ჩამოვყალიბდეთ ემოციებისა და ზოგჯერ შეიძლება ემოცია მომაწვეს და მომიტევეთ, ხო? აი ახლა ჩამოვაყალიბოთ ყველაფერს და მე ყველაფერზე პასუხს გაგცემთ ისევ თავიდან. აი პირველი ასეთი ის არის რომ აი თქვენ ქსენოფობები ხართ. თქვენ არაბები არ გიყვართ, აბა ყოფილიყვნენ. ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები, მაშინ ხმას ამოიღებდით. აი, რამხელა შეურაცხყოფა, ესე იგი, რა შუაშია ქსენობა, რახან არაბია, ის არის ქსენობა. არა, ფრანგებიც რო ყოფილიყვნენ, ინგლისელებიც რო ყოფილიყვნენ, ამერიკელებიც რო ყოფილიყვნენ, ამ პროექტის განხორციელებლები ხმას ამოიღებდით. და რატო? ვიდეოში მე ვთქვი რა არის ინვესტიცია. აი, ეთქობა, ინვესტიციასაც უნდა თავისი განმარტება. კლასიკურად ინვესტიცია არის ჩვეულებრივი ადამიანი, ან სახელმწიფო, ან კომპანია რაღაცა ფულს იმეტებს, დებს საქმეს და ვიღაცას თავაზობს. ამ ფულიდან უნდა მოიგოს, მოგება ნახოს, მაგრამ ვისაც აძლევს ამ ფულს, იმანაც უნდა ნახოს რაღაც სარგებელი. აი ეს არის მარტივი განმარტება ინვესტიციის. ეხლა ზოგადად გადავიდეთ ეკონომიკის ტერმინებს, ეს ახდება, ვაკეთებ ფაბრიკას, ვაკეთებ ქარხანას, ვამუშავებ მუშებს, მოგებას ვიღებ და გარკვეული დროის შემდეგ ეს მოგება მიმართ და ეს ვისაც შევთავაზე ეს ჩემი ინვესტიცია, ქარხანა, ფაბრიკა, იმას ვიტოვებ. აი ეს არის ინვესტიციის ყველაზე კლასიკური. მაგრამ ეს ეხლა რაც ეს ფორმაა, რასაც არაბული ინვესტიცია ქვია, არაბულიც არა, ეს არის დაპყრობითი ინვესტიცია, იმიტომ რომ
დამახიჯებული ფორმა, არა, ეს არის ოკუპირება. ესე იგი ადრე თუ ხვლით და ძალით მოდიოდა, ეხლა ფულით მოდის და ნუ აი ეს ჯანდაბას ეს ფული და ეს რად როგორ, აი გეტყვი. ესე იგი ამ შემთხვევაში ინვესტიცია ხდება, კი, ხდება, როგორც ეხლა განვიმარტავენ. მიწას ყიდულობენ, რომელიც საკუთრებაში ხდება, აშენებენ შენობებს, ასახლებენ მოსახლეობას, კი იძახიან 60%-მა 30% თქვენი იქნება, დანარჩენი ჩვენი იქნება და გეგმები აქვთ ჩამოსახლების და არც მალავე არაბებისთვის და ნებისმიერი გინდა ინგლისელი ყოფილიყო, გინდა რა ქვია იმას, ამერიკელი და გინდა ვიღაცა, ყველასთვის ეს იქნება მომგებიანი. მაგრამ რა მოგებას ნახულობს ეხლა არაბებისთვის მაგან ინვესტიცია, რასაც აი ვამბობთ ხოლმე. ქართველებისთვის რა ინვესტიცია? ესე იგი გვეუბნებიან, რომ 30% იმ შენობებს, რომელსაც აშენებენ, იყიდიან ქართველები. ან იყიდიან, ან არ იყიდიან. ესეთი ვერც გაკაჩავენ. ეხლა იმ მილიონერებზე რო იძახიან ჩვენთან მარტო პარლამენტში რამდენი მილიონერი და ასეთი მილიონერები ისინი თუ იყიდიან, მაგრამ იცით საყიდელია, რომ უნდა იყიდონ ასეთ ადამიანები იყიდიან. ხო ისმის იმ არაბულ სამყაროში, არაბულ იმაში იყიდიან. და ადარებენ იმას, რა ქვია, ჩინელებს. აი ჩინელებაც ხო აშენესო უხვალინგი ხო ვაზის უბანში როა. იქ სხვა სიტუაცია, ის ნამდვილად ინვესტიცია იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს, უნდა ჩატარებულიყო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და გამოცხადა ტენდერი და ჩინელებმა მოიგეს, იმიტომ იაფიანა და ააშენეს ის შენობები. ამ მთავრობამ გადაუხადა, ჩვენმა მთავრობამ გადაუხადა. ეგ ახლა არ ვიცი ის ბინები როგორ იყიდეს, აიყიდეს და უმეტესობა იყიდესო ადგილობრივ მოსახლეობა. იყო ჭორი, აი ჩინელები მოდიან და ესეც ხო ჭორია, ეს საფუძველია ხო არ ქონდა. იქ არც ერთ ჩინელს არ უთქვია, რომ ჩვენ ჩინელები უნდა დავასახლოთ და განვითარდე და ჩამოვიდე და ეს ამ კომპანიის არა ძალიან ცნობილი კომპანია, ძალიან მაგარია, მაგარ სახლებს აშენებენ და პიტაკი განაცხადნენ გენერალ დინავანო, ჩვენ უნდა ავაშენოთ არაბული კომპლექსი. მე მომასტუნებს არაბებს და არ მალავენ, ეხლა არც მალავენ. და რატომ დამალოს? იმით ძალიან მაგარია. მიწას ყიდულობს, ტერიტორიას ყიდულობს, ნუ ბოლოს და ბოლოს თუ რაღაცა მოხდება, იმას ისევ გაყიდი და ნუ არაფერს აგებაში არ მიდის. მაგეთი ძალიან მშვენიერია და ძალიან უხარო და ინტერვიუში როგორ უხარო და რომ აი ესეთ არის ფურა და ასეთი მათ ამხელა მიწას და ამხელა იმას აძლევს. ეხლა შეადარეთ ჩვენი ქართული ბუნება და უდაბნოში რა ვიცი არაბეთში და კატარში და შეხედე დაბრუნება. ხო ნებისმიერ ვანეჭი იგებს. ინვესტიცია იყო აი თურქებმა რო გააკეთეს ჩვენი აეროპორტები, ხო თბილისის აეროპორტი. ქართველებს არ ქონდათ ხული და ტენდერი გამოაცხადეს, გახსოვთ ხო ადრე გერმანელებმა ძვირი მოეთხოვეს, ფრანგებმა ძვირი მოეთხოვეს, თურქებმა უფრო ნაკლები ფასი მოითხოვეს და გააკეთეს კიდევაც და მუშაობენ ქართველები, რომელსაც აქვს სტაბილური შემოსავალი და ნუ მგონი 20 თუ 30-40 წლის შემდეგ ეს შენობა და ეს ყველაფერი გადავა ქართულ მხარეს. ეს არის ინვესტიცია. ინვესტიცია ჩინელები გვირაბს რო აშენებენ ეს ბლეთა კლუბის იმაში. ესეც ინვესტიციაა, ხო? ტენდერი გამოცხადა, ის ტუნელი თუ ეს გვირაბი გამოადგება საქართველოს მუშაობს მოსახლეობას და ნუ სატრანსპორტო. ეს არის ინვესტიცია. აი ძალიან მაგარი ადვილი მაგალითია. კიდე რომელი გავიხსენოთ. აი ანაკლიაშიც ხო, ვინ ჩადებს იმ ფულს რაღაცა პროცენტურად იქიდან გამომდინარე ხალხის დასაქმება, სტაბილურ შემოსავალს მიიღებს და რაღაცა გარკვეული წლების შემდეგ 30-40 წლის შემდეგ ის ყველაფერი გახდება საქართველოს აქტივობის საკუთრება. ამ არაბულში არ ვიცი, მაშინ გვაჩვენ თუ არის არაბების საკუთრება და იქნება არაბების მომავალი და ნელი ამბები და რა ვიცი. ან გვაჩვენებ, რა ვიცი. აჩვენეთ ერთი რა წერია იქ, რომ ვიცოდე. არ წერია, რაც ისე წერია, რომ ნუ არ გახდება საქართველოს ის არაფერი. იმიტომ რომ იყოს უბრალოდ გამოგვაჩენდნენ, ხო, გამოაჩენდნენ და ყველას გაგვაჩერებდნენ, მაგრამ რა უნდა გაგაჩერონ, როდესაც არ არიან მართლები. უცხოელიო იმ აპარტამენტს რო იყიდესო, მე იმასო გააქირაებსო და იმ არაბებს, ნუ ძირითადად არაბებზია გათვლილი და იმ არაბებს ჩამოიყვანსო, ეს არაბები ფულს დახარჯავენო და იქნება ყველაფერი კარგიო. ან გააქირაებს, ან არ გააქირაებს, მაგრამ
იმისი გახდება ის და შენ არ ვიცი, აი რამხელა უაზრობაა რა. თუ არაფს უნდა ჩამოსო და ტურისტი აგერ ჩვენებაც გააშენო რაღაცა შენობა და სასტუმროები ჩამოვლენ ისინი და დახარჯავენ. ძალიან მარტივია. მაგრამ აქ სხვა ძაღლია ჩადებული, ხო? ძაღლიც არა ეხლა პიტაპირ ქეონებია რა. არც მალავენ, ხო? ეხლა ზოგიერთი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი ეს პროპაგანდისტები გამოდიან თქვენაც გერმანელები გინდათ, არ ჩინელები გინდათ, არც რუსები გინდათ, არც არაბები გინდათ, არც თურქები გინდათ. ჩვენ ყველანი გვინდა, ვინც თავის ნორმის ფარგლებში ჩაჯდება. რასაც ქვია, შენი. აი ძალიან მარტივია, ყველა გვინდა, თურქიც გვიყვარს, რუსიც გვიყვარს, უკრაინეც გვიყვარს, არაბიც გვიყვარს, ყველა გვიყვარს. ვისაც ეთოდინა თავისი ადგილი და ჩვენი არის. ძალიან მარტივია რა. აბა ეხლა ჩვენ ქართველებმა წავიდეთ სხვაგან და აბა ავაშენოთ სადმე რომელიმე ქვეყანაში ჩვენი რაღაცა ინტერესებიდან გამომდინარე შენობები და იქ დავსწავლდეთ. მიგიშვებენ? თუმცა ასეთი რაღაცა მაგალითები იყო გახსოვთ ინვესტიციის ფონდები ესპანეთმა და საბერძნეთმა და პორტუგალიამ გაუშვა, მე მახსოვს ასე თქვა 20 წლის წინ, 25 წლის წინ გახსოვს რეკლამებიც იყო ხოლმე. ბინაოდა გეკიდა კანარის კუნძულებზე და იმას მერე გააქირაებდა, გამოაქირაებოდა. ეს იყო 20-25-ზე, რო დავიდე, რა მაგარია, ხო, ესპანეთში გვაქვს აპარტამენტი გააქირაები კიდე მოგებას ნახავ და მაგარი მიმზიდველი, ხო? მაგრამ მეგობრებო, ესპანეთში ცხოვრობს 40 მილიონი ადამიანი, საბერძნეთში გონი 15-16 და ქვეყნები. შენ ეს ტილიანი, მოდი შეტილიანი, არ დავამბობ ჩემ ქვეყანაზე მაპატიო. ასეთი გაუბედურებული, გაცარიელებული, დაცლილი ქვეყანა 3 მილიონიც არა ვარ. იქიდან ნახევარზე მეტი. ვის უშვებ ახლა, ხო? ამას ვის უშვებ? მე ამას ცუდი იმით კი არ ვამბობ, მაგრამ რეალურად შეხედეთ, ხო? ჩვენ გავაკონტროლებთ. ისი ისი კონტროლის ჟურნალი გაქვს, არგის რა. იმის არ იყოს მარიხუანაზე რო იყო ერთი ამბავი ატაკი ჩვენ დავთესავ და გავაკონტროლებთ. არ იყოს ასაცილო. არ ვიცი რომ ჩვენ თავს ვინა ვარ და რა ვარ. երը სულთა ქრისტიანულადაც მე არ ვიცი რა იმედია ჩვენი საპატრიარქო სასულიეროზე რაღაცას იტყვიან. წარმოიდგინე ამდენი ხალხი რო ჩამოვა სხვა წმენის მე არაფერი პრობლემა არ აქვს არც მეჩეთი არ მუსლიმან რაშე იმან ხომ მოუნდება როცო უარს ეტყვი უარს ეტყვი არ ააშენონ მეჩეთები უარს ეტყვი ხო ვერ ეტყვი ეს აი საშიშად არ მიგაჩნია მე ისლამდა იმას კი არ ვაძაგები თავიანთი ამბავია მაგრამ ასე უდევთ პიტაპირ უდევთ ნებისმიერ მუსულმანი გააჩერე ნებისმიერი ისლამის მიმდევარი და ეამაყებათ რომ იციან რომ მათ ისლამი უნდა გაავრცელონ მთელ მსოფლიოში და აკეთებენ კიდევაც შეხედეთ ევროპაში რა ხდება ეს ცხოვრება კიდე არ არის თან როგორ უყურეთ რა მთელი ევროპული ახალგაზრდობა ისლამში გადადიან იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანულ ამბავში ხარ მე ხო ვიცი მე ვცდილობ როჟე მორწმუნე ვიყო და უნდა ეზიარო უნდა ილოცო უნდა წიგნებზე იარო 2-3 საათი იმარხულო გაეცნო შეისწავლო ისლამში როგორ არის შედი ეუნებია მოდი ჩვენ შენი მოდი ჩვენთან ყურანს რაღაცა წაი შენ ჩვენი ძმა ხარ არა აქ ეს ტრადიციები და შენ ჩვენი ძმა ხარ და ეხლა თანამედროვე ახალგაზრდობას ხო არ უნდა ამგეწვარე უნდა მოდი რა ძმებში წავალ ეხლა იქ ქრისტიანი რაღაცა ჭკუას მასწავლეს იქ მამაო რაღაცას მეუბნება იქ იმას მეუბნება ამას სულ არ მაინტერესებს აი წავალ ეგეც ძმებში მეგობრებში მივარ და ანუ იციან ახლა გვერდზე დადგომა და რა დარწმუნებული ხარ რომ ქართული ახალგაზრდები აი ესე მარტივად არ წავლენ ეხლა უნდა იმას ისე წვერებიანი მდელი და ფორმიანი მდელი და იმის ლექციების კითხვა და მოთხოვნა მე იმას კი არ ვიცი ხე წვერებიანი მდელი კაი გაგებით ვიცახი მაგრამ იქ ქრისტიანი რო იყო შენ უნდა იმუშაო შენ თავზე ისწავლო იმარხულო რაღაც სიმყარზე კაცრულად უნდა რა ქვია მიხვე იმ ცნებებს და 1000 ტრადიციებს ისინია ტრადიციები და ჩვენ რატო არ ფიქრობ აი ვერ ხვდები რა ასეთი რაღაცა აი ქართველებიც იყიდიანო ეხლა აი ბუნებრივად ვიფიქროთ აი მე ვარ ქართველი სადაც წავედი მაგ ფული და საშუალებით იქ არ ვიყიდი სადაც ჩემი ტრადიციის ხალხი და ჩემი ნათესავები და ისინი ცხოვრობენ ესეც აი ტყუილია ხო
ეს რამდენი მინუსი გითხარით, ხო? ეხლა კიდევ ერთ მინუსი ვიტყვი. გადახედეთ პლეხანოვზე და მე ადრეც გითხარით, ხო? ბარები და ნაჩვენები კლუბები ხო არის ბევრი. ქართველ ბიჭებს უშვებენ შიგნით. ქალებს უშვებენ და ამ საქართველოს უყურებენ როგორც გასართობ ადგილს. არ არის მასე? ნებისმიერ არაბს ახლა რა ვიცი თუ გადავიღე გალაპარაკებ. მაგათ შეზღუდული აქვს, ესე იგი არაბულ კულტურაში და ისლამურ კულტურაში ხარებს რატო აქვს ეს ჩადრები? აი არ დაგისვა თქვენი კითხვა. ძალიან მარტივად რომ კაცებმა არ შეხედონ იმ ხარებს და არ აღიქცნენ და რაღაც სული რაღაცები არ გააკეთონ. ჩვენ ეს კულტურაში გვაქვს. ჩვენი ქალები როდისმე დადიოდნენ ჩადრი მეტები, ჩვენ გვიყვართ ჩვენი ქალები, ჩვენი მანტიოსნები გუთხილე და იმას თავს იზღვევენ რომ რაღაცა ზედმეტი არ უთხრას იმ არაბმა თავის ქალს თავის დათესავს. აი კითხეთ ნებისმიერ მუსულმანს, რატოა ქალს ჩადრი? იმათი კულტურა გასაგებია თვით, მაგრამ მე არ მინდა ასეთი ენერგია მოძღვავებული და ფილოსოფიაზე გაგიჟებული ქალმა კაცმა ქალზე გაგიჟებულმა კაცმა იაროს და ენერგია დახარჯოს ჩემ შვილზე, ქალიშვილზე, ალბათოზე. არ არის მასე? გადით ნახეთ, რა ვიცი, ინტერნეტი სავსეა, გერმანელებში ქალები ვერ დადიან საღამოს, ჰოლანდიაში, იმერებში, ინგლისი, ამხელა იმპერია ვერ უმკნავდებიან მაგათ. არ არის სიმართლე? სიმართლეა. ჩვენ ქართველები გავუმკლავდებით, ხო? დედას უტირებ. ხო, თუნდაც აი დედას უტირებზე რომ ვილაპარაკოთ. წავა ჩხუბები, ახალგაზრდობა ეხა იქ რაღაცას ეთქვი და გინდა ეს ჩხუბები. ამისი რა ვიცი რა. როგორ გააჩერებ, აი არ ვიცი. გავაკონტროლებ, ისე გავაკონტროლებ, არა კითხვა. უბრალოდ გული მწყდება რა, იმენა ჩვენ აი ნახდათ ეს მეჭღანუაშვილობა თუ ასე გავცემდებოდა ჩვენ საზოგადოებაში, არ ვიცი. მეჭღანუაში ოღონდ ფული გააკეთე და მეტი არაფერი არ კიდე გააკეთო და სულ არ ფიქრობ ხალინდე დღეზე რა მოხდება, ზეგ რა მოხდება. ეხლა გამოდიან ზოგიერთ მეჭღანუაშვილები და იცახენ, აბა სხვანაირად ფულს ვერ ვიშოვით, წვინ ვერ წავართ. რა თქმა რის ხარჯზე რა ვიცი. მაშინ ეგრე გავხდები მეძავი და ვიქნები და ფული მექნება და მე რა ვიყო მეძავი, ვიყო ბოდიში და უკანალის მიცემი, ფული ხო მექნება. არა ეს არ შეიძლება, ეს რა შედარება და ეს არის თქო მეჭღანუაშვილება ქვია მაგაზა. არ გვინდა ეხა თუ ჩვენ ვამაყოთ ჩვენი წარსულით და მოგობთ და იმეებით ასე რამ გაგვაჩანაკა, რა ვიცი. არის ეს საშინელებაა და რა ვიცი, აი ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაენახო რა მოხდება ამას და არა ვართ ბრმები რა, არა ვართ და ელემენტარულად სახელმწიფოს რომ მართავ ქვეყანა და ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება, თქვი როგორ უნდა გავაკეთოთ, რეფერენდუმი ჩავატაროთ, ვერ ჩაატარებო, ხელი მოვაწეროთ, მე ხო თქვი რომ მოვაწეროთ, მაგრამ ვერ გააკეთებო. იმას ვერ გააკეთებ, ისინი ვართ ფედანები ვარ თუ რა ვარ, თუ რა ისა ვარ. ამიტომ მეგობრებო, აი ეს ცოტა ავღედი და მაგრამ უბრალოდ გული მწყდება, აი რატო უნდა ასე ხედავდე და გადაინტერებ ჩემ მუსულმანს, რატო გადავინტერებ მუსულმან სამყაროს, აი ეს რატო აი მაშინ გადაინტერებ რომ დაიწყება ცემატყება, შეურაცხყოფა, მეჩეთის არაშენება და უფლებების დარღვევა. და რატო აკეთებ ამის პროვოცირებას, ხო იცი რა მოყვება, ხო? ავი რამდენი მაგალითებია და რა ვიცი. მე თუ ასე გამოჭუჭდებოდა ეს ჩვენი არა მე მოსახლეობაზე არა მაგ ლაპარაკი, მაგრამ ნუ მეჭღანუაშვილების დრო არის რა. ძალიან თო მეგობრებო, წაიკითხეთ ეს მეჭღანუაშვილის ამბავი და რასაც ვამბობ იმასაც, თუმცა მეც ახლა გავარჩე მაგას და მე გავარჩიო და უფრო ალბათ შეძლები დაგვარად რა არის მეჭღანუაშვილობა და რატო ვართ ამ დღეში და მეჭღანუაშვილმა იმდენი ფული იშოვა, მაგრამ მაინც მეჭღანუაშვილი გახდა, წინ ვერ წავიდა და ფული ხო არ არის ეს ყველაფერი, რა გიშტები რა ეს მამონა როგორ ხაჩავს რა. ეხლა ზოგი მე აბაში რატო დადა, ხო ფულის გულით დავდივარ, ფულის გულით ყველაფერს კი არ ვაკეთებ. მე ხალინდე დღეზე ფიქრობ, მომავალზე ფიქრობ
და დარწმუნებას ყველა ჩვენ ასე ვფიქრობდა. ერთი დღით კიდე დავადი იმ ფულით აღებ რა ფულიც არ ვიცი, ამ ფულით რა მომავალი უნდა გაზარდო, რა შვილები უნდა გაზარდო. თავრობაზე ვიცახე და მოსდაბოს ყველაფერში შეიძლება ძალადობა. საყდრისი იყო ერთი ამბავი ფულის გამო დაანგრიეს. საყდრისი 4000 ავი რაც კაცობრიობა არ შემოძო. ოქრო ამ მუზეუმი ის ადგილი რა გახდა? აფეთქეს, გაიტანა მთავრობამ, გაიტანა. მარიხუანაზე რაღაც სისულელეს კიდე კაი მათ გადავრჩით. აი ყველაფერი როგორ გააკ ამ მთავრობამ ძალიან აი ვერ ხვდები რა. ხოდა ამ შემთხვევაში ავიცი თუ დაავდგე არ ვერ გაიტანს ეს მთავრობა და ცოტა აზე მოდის რა მეგობრებო. ჩემო მეჭრანუაშვილებო ვით მაღლა ხართ, ისევ ჩვენი ხალხი ხართ. ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ და ალბათ იქა თქვენ ძალიან ისეთი ცუდი სენია ეს მეჭრანუაშვილობა, მაგრამ რა ვქნათ, აი ჩვენები ხარ და ძალიან თუ ნუ გააკეთეთ ამას რა. აი ნუ გააკეთეთ, ეხლა მე კი არ ვიმუხები, აი გცხოვთ, მთავრობა ვიცახათ, ვით გეხებათ ესა. ნუ გააკეთეთ ამას, ეს მოხდება სასწაული იქნება საქართველოში. ეს მომავალი არ ექნება საქართველოს. აი მე გთხოვთ. აღშფოთებულია ხალხი საზოგადოება და რა გინდა კაცო ამ ცესში კიდო ნავთი კიდა დასხავდა თან რო არ თმობენ რა. მაგრამ რა ვიცი აი მეგობრებო მე პირადად თუ თავრობის ხალხი ხარ თუ ვიცახე ვით მომხრები ძალიან თუ ამას მოაკეთებ. არ შეიძლება ამის გაკეთება. ცუდად დამთავრდება, ცუდად. საერთოდ გაქრება ეს საქართველოს მიწიდან. ხალხი უკვე გაქცევაზე ფიქრობს, უკვე ფიქრობს, წავიდე და იმაზე ფიქრობს, წავიდე აქ მაინც არ გვეშველება. გააჩერეთ ნებისმიერ 10 ახალგაზრდიდან 7 წასვლა უნდა. და ცნობილი დადგამია, ხო? წმინდა ადგილები ცარიელი ართება. ცარიელი ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებდა. რა გინდათ ეშმაკები გინდათ მოგვიდე? ეშმაკს უნდა მოსვლა და ჩალიჩოს, მაგრამ დასუხსნიდან ებართვას აძლევ. არ შეიძლება ესა. რავი, ასეა მეგობრებო და ნუ ყოველ შემთხვევაში მე პოზიციას ვიყავ, მე აკაკი გეგინავა, წინააღმდეგი ვარ ყველა იმას ვერზე დაუდგები. ნუ მე აი ისე და ისე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ასე მოვა და ატომიზები და არ მოხდება ეს. ისე გთხოვთ. ვიცახათ ამ ხელმძღვანელობას ამ ქვეყანას. ძალიან თუ ნუ გააკეთებთ ამას, ძალიან გთხოვთ. დავიღუპებთ, გადავშენდებთ. არ უნდა მაგას ერთი 10 და 15 წელი, 3-5 წელიწადში გადაგვივლია. აგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ეხლა ცოტა ავნერგავდი, მაგალითად რომ ვამბობდი ვიდეოს დასაწყისში ვამბობდი, რომ ეტავი ხშირად არ მომიწიოს ასეთი გამოსვლა. თუმცა დღეში რაღაცა ისე გადამწყვეტ თემაზე ალბათ ვილაპარაკებთ და შეიძლება გვარად ჩვენ ას გამოვხატოთ და ჩვენ კიდო ჩემი არხი 20,000-მდე ვარ და მე კიდო ჩემებურად ამ ტრიბუნალ თუ რა ვთქვა ამ არხს გამოვიყენებ რომ საქართველოს არ დაზიანდეს და ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი მომავალი არ დაზიანდეს და შეიძლება გვარად მე ასე გამოვნახე ეს საშუალება და მე ჩემ მოსახლეობა და ჩემ ხალხს ამის საშუალებით შევეცდები თუ აი ეს ადგილარი რაც ყველას გვაწუხებს. კარგით მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარულიდან შვიდ და უშფოთვერ საქართველოს გისურვებთ. მე დარწმუნება ყველაფერი კარგად. რატო იცით მეგობრებო, იმიტომ რომ ღმერთია ჩვენ კიდევ ღმერთის მიმდევარი ხალხი ვარ და მე პირადად რასაც ღმერთი მეუბნება იმას ვცდილობ რომ გავაკეთო და რავი ამხელა ძალა გაქვს, ამხელა ხარდაჭერა გაქვს და აი იქიდან იყურები, აიხედე მაღლა. ღმერთი გვიშველეს. თავია ჩვენ ვიყოთ მასთან და ის თავისთავად ჩვენთან იქნება. კარგით მეგობრებო, კარგად ბედნიერად და ასე გამომვიდა. შემდეგში უფრო წყნარად და მშვიდად ვილაპარაკებ ემოციების გარეშე საქმეზე და ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები, მაგრამ რა ვქნა ქართველი ვარ, გული თუქს და რატო აი არავში ყველაფერი კარგად იქნება. კარგად მეგობრებო, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე იმედია შევხვდებით.